გამარჯობა. ეს მარტოობის ბევრი წუთია. დღეს ჩემი სტუმარია ანი ანთაძე. გამარჯობა. გამარჯობა. ანი ახლა ყავს თავისი მაყურებელი, თავისი კონტინგენტი და მეც ძალიან ხშირად ვხვდები ხოლმე სოციალურ ქსელში. ეხლა უკვე შენი გამომწარი ვარ, მაგრამ მანამდე ვხვდებოდი ესე. ხარ ასტროლოგი, მანიფესტატორი? ხო, მანიფესტაციების ფასილიტატორი. ფასილიტატორი. და კიდე რა ხარ? ოჯახური სისტემური განლაგების ფასილიტატორი. ხო, ფასილიტატორი არის მასწავლებელი, კი არა და რომელსაც მიყავს პროცესი, რომელიც გიდირებს. აი, სანამ მაგას გკითხავ როგორ მიხვედი აქამდე. მაინტერესებს? მაინტერესებს საბოის ჭამ. საბოის ავჭა, მაგრამ ჩემი შვილები ჭამ. ხო, საბოი ჩვენი სპონსორია და გულითადი მეგობარი და მე ჭამ. საბოის ქუქისი მიყვარს. საბოის ქუქისი საერთოდ მეც ძალიან მაგრამ მიყვარს. აი, ძალიან მაგრამ მიყვარს. გონია რომ ყველა ერთ-ერთი ამერიკული ქუქია საერთოდ საქართველოში. ყველაზე გემრიელია ჩემთვის და ეს არ არის იმიტომ რომ ჩემი სპონსორები არიან, ანუ მე მანდ ვიყავი დღე და ღამე, ჭამდი ყოველ დღე და ბოლო-ბოლო მითხრეს შვილო ფულს ცოტას მოგწემთ. მეტი მანდ არაფერი არ იყო. ანი. ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები? ხო, აი ხარ რომ მითხარი დამაჟრია. ვიგრძენი რომ რაღაცა ძალიან ისეთი სენსიტიური მკითხე. იცი რა არის, მაგაზე ერთი ესეთი პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადი არის მარტო ყოფნის პროცესი. და გააჩნია იმ მომენტში რა მდგომარეობაში ვარ რა, ან თან რაღაცა თავისი შრეები აქვს. კიდე რაც უფრო სიღრმეში ჩავდივარ, კიდევ და კიდევ უფრო იცვლება. ამიტომ ცოტა რთულია ესე რომ თქვა რომ აი მარტო რო ვარ, ვინ ვარ. შეიძლება ისეთ სიღრმეში ჩავიდე ხოლმე ამ მედიტაციის პროცესში, ამ სიჩუმის პროცესში, რომ ისეთი სიცარიელია, რომ რაღაცა ესეთი პერსონიფიცირება არ მაქვს ხოლმე რა. მაგრამ თუ ზედაპირზე ვარ, მაშინ ჩემ შინაგან ბავშვს უკავშირდები ხოლმე ყველაზე ხშირად. და ხან სილაღეში ვარ, ხან სევდაში ვარ, ხან ესე ვარ, ხან ისე ვარ. გიყვარს ხო ალბათ ძალიან მარტო ყოფნა? იცი რა არის, სიმართლე რომ გითხრა, ბოლო რამდენიმე წელია, ოღონდ არც თუ ისე ბევრი წელია, ახლიდან შემიყვარდა მარტო ყოფნა, იმიტომ რომ რაღაც ანუ ესე თინეიჯერობის ასაკამდე ძალიან მიყვარდა მარტო ყოფნა. ანუ მარტო კარგად ვიყავი, იმის თქმა მინდა, თორემ მეგობრების სოციუმი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. მაგრამ მე იყო ჩემ ცხოვრების რაღაცა ისეთი ცოტა მრავალწლიანი ფაზა, სადაც მარტო ესე კი არა, საერთოდ მარტო სახში ვერ ვრჩებოდი რა, ანუ იყო ეგ ფაზა. და აი ხა ბოლო ვერ რჩებოდი გეშინო და ხო, ანუ ეს ყველა საიდანაც მოვდივართ, რა გზასაც გავდივართ მეტნაკლებად, ხო. საშინელებათა ფილმების ყურების ზემოქმედებას არ გულისხმობ, ხო? არა, მაგრამ ეგ პერიოდიც იყო სხვათა შორის, რამდენიმეჯერ ეგ თინეიჯერობაში. არა, თინეიჯერობაში ვგიჟდებოდი. აი ზუსტად იმ პერიოდში, როცა ჩემი ეს რაღაც დავარქმე შეფხიზლების პროცესი დაიწყო, ხო, მაშინ მქონდა რამდენიმეჯერ, რომ გარეთაც ვერ გავდიოდი და სახშიც მარტო ვერ ვრჩებოდი. პანიკური ისინი შეტევები ვითაც გქონდა? კი, ყველაფერი მქონდა, რაც ძირითადად სტანდარტულად არის ხოლმე რა, პანიკური შეტევების ფოთვები, შიშები, ფობიების გაგვიძება ხო რაღაც რა, ბუკეტივით უცებრობი. მაგრამ იცი რა არის, ახლანდელი გადმოსახედით, რომ ვიხსენებ და ვუყურებ მაგ პერიოდს, ძალიან ადლიერია. იდეაში ეს პანიკური შეტევა ჩემთვის პირადად ეხლა უკვე როცა უფრო მეტად ცნობიერად ვცხოვრობ, რეალურად აი პირველი სიგნალი არის იმისი, რომ საკუთარ თავთან დაბრუნდა. და მე მაშინ საერთოდ არ ვიცოდი, ანუ ესე შეხება არ მქონდა ამ სფეროსთან და მაშინ უფრო მეტი რომ ცოდნო და ან მეტი არ ვიცი რჩევები მიმიღო, კიდე და კიდე უფრო ეს პროცესი ცოტა უფრო დამოკლდებოდა. მაპატიე რო გაწყვეტინებ, რა ასაკში ხდებოდა ეგ?
ეს დაახლოებით დაიწყო ალბათ 23 წლიდან რა. მოკლედ ესეთი ცხოვრება მქონდა, რომ მარტო ჩემი თავისთვის ვიყავი. ანუ ჩემი თავი ვიყავდა მარტო მოსავლელი საზრუნავი, ესე რომ ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა, ესე რომ ვთქვათ, ძალიან კარგად ვიყავი, ბედნიერი ვიყავი, სოციალური ვიყავი, მარტო ყოფნაც მიყვარდა და მე რა თქმა უნდა, ჩემი არჩევანის და ჩემი სურვილით ოჯახი რა შევქმენი და 18 წლის ვიყავი. ბავშვიც ძალიან მალევე გამიჩნდა და მაშინ რეალურად ეს ახალ გარემოში, ახალ სიტუაციაში, ახალი სიცოცხლე, ახალი ცხოვრება და ამ ყველაფერთან რომ უნდა მოერგო. და ნელ-ნელა ეტაპობრივად განვითარდა და რასაც თავიდან არ აქცევდი ყურადღებას. ხო, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, რა ვჭამდი, რა ცხოვრებით, ანუ საერთოდ არ ვაქცევდი არაფერს ყურადღებას რა. და ეტაპობრივად ამან რა თქმა უნდა სხეულს რეაგირება გაუკეთა. მაგრამ ეს ჩემთვის აი ეხლანდელი გადმოსახედიდან ხო, აი ეს ანუ თუნდაც პანიკური შეტევა არის პირველი მართლა ძალიან დიდი სიგნალი, რომ შენ თავთან არ ხარ და ცოტა სახლში დაბრუნების დროა სიგნალი არის მთავარია. რამდენად შეგიძლია რომ ამ ყველაფერს შეხედო, გაუმკლავდე, იმუშაო შენ თავზე, გაეჩნია რა, იმიტომ რომ მაშინ მე რო პირველად მქონდა პანიკური შეტევები, თან ისეთი ძალიან სტრესული გარემო მქონდა, მარკეტინგში მუშაობდი, პატარა ბავშვი მყავდა, საერთოდ კვებას არანაირი ყურადღებას არ ვაქცევდი, პირიქით, ანუ რაღაც კვება დავიწყებული მქონდა, ესე რომ ვთქვათ და ძალიან უსისტემოდ ვცხოვრობდი. და ნუ რეალურად ეს ყველაფერი აისახარა, ანუ შედეგიც მომცა და პირველად რომ მქონდა ეს გამოვლინებები, ხო? მაშინ აი პულსის გაზომვაც არ ვიცოდი რა, ანუ რომ მითხრეს პირველად, რომ აი 80 გაქვს პულსიო, ვაიმე მაღალია, მაგაზეც გავგიჟდი. ანუ არც ვიცოდი რა იყო ჩემი ნორმა პულსის. და მაშინ პირველი არ ვიცი, ალბათ 1-4 წელი მაგ თემაზე აი გარეთ სოციუმთან, ანუ არ ვლაპარაკობდი რა, ცოტა მიტყდებოდა რა. გადალახვიდან არა, გადალახვიდან პროცესში რა, რომ აი რაღაცა ცუდად ვარ, რაღაცა მჭირს, არ ვიცი რა მჭირს, ნუ სტანდარტ იცი რა არის, ანუ მარტო ოჯახის წევრებმა იცოდნენ, აი გარეთ მეგობრებმა, ნუ სამსახურში ესწრებოდნენ უბრალოდ იმ ფაქტს, რომ უცბად ცუდად ხდებოდი და მე ან სასწრაფოს ვიძახებდი, ან სახში გავარბოდი. მაგრამ ესე რომ აი მე ცუდად ვარ, აი რაღაც მჭირს, ხო? ამის თქმა ძალიან მიტყდებოდა, იმიტომ რომ ანუ რაღაც რა დროს ჩემი ნერვოზია, რა დროს ჩემი პანიკური შეტევაც, აი არ ვიცოდი ტერმინი, აი პანიკური შეტევა, ხო, აი უბრალოდ ცუდად ხდებოდი რა, აი ეს რომ ეწყებოდა, გავრბოდი და მე ჩემი ოჯახის წევრები მომზდევდნენ, რომ დავაეჭირე. ძალიან ისეთი, ეხლა ძალიან ისე მახსენდება, ძალიან საყვარელად მახსენდება რა, ანუ ის არ მაქვს ჩარჩენილი, რომ ეს რა გამოვიარე რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც მაქვს დამუშავებული, ძალიან ბევრი მაქვს ამაზე ნამუშევარი და ახლაც აი ეს რაც კუდებია მაქვს გამოყოლილი, იმასაც ნელა ეტაპობრივად ვამუშავებ რა, ანუ ძალიან ჩაბღაუჭებულიც აღარ ვარ, აი პროცესს მივყვები და რამდენი ხანია რაც გავუშვი? ეგ შეგრძნებები, თან მე ვიცი. ეგ რა არის რა, ანუ ქართული ტერმინით ვიტყვი, უკან გაბრუნებს ხშირად, ან გეშინია უკან დაბრუნების ძალიან მანდ რა. ხო, ეგ არის მე მაგაში რაც დამეხმარა არის სხეულებრივი პრაქტიკები უკვე რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად ვარ მაგაში სხეულებრივ თერაპიაში და პრაქტიკებში სადაც სხეული იღებს მთავარ მონაწილეობას და არა გონება, იმიტომ რომ ხა ფსიქოლოგთან რომ მიდიხარ, იქ გონება არის რეალურად ჩართული და გონებრივად და მენტალურად ამუშავებ რაღაცებს, მაგალითად ჩადიხარ შენ ტრავმაში და ამოგაგდა აი ნახულობ რომ ეს ტრავმა არის, მაგრამ რეალურად ამ ყველაფრისგან რო გათავისუფლდე, აი შენი სხეულებრივი შეგრძნებიდან რო გავიდეს ისე რომ სულ რო გონებაში მოგივიდეს ეგ აზრი რომ აი ხო არ დაუბრუნდები, სხეულს უკვე რეაქცია აღარ აქვს. ანუ რეალურად შენ ფიქრში რო შემოდის ეგ ინფორმაცია, მერე სხეული რეაგირებს ამაზე, რომ უი, ისევ საშიშია, ან რაღაც გავრბი ვარ, ან შეშტები, ან რაღაც ხო, ეგ მდგომარეობა არის და როდესაც სხეულიდან არის ეს ინფორმაცია, ეს გამოცდილება
ესე რა ვთქვათ, გამოდევნილი შენგან, უკვე მაგაზე აი საერთოდ რეაქცია აღარ გაქვს, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს საერთოდ დაკარგული. და როგორ მიაგენი მაგას? ყველაფერს საერთოდ, რასაც დღეს ემსახურებ. იცი რა არის, აი პირველივე მომენტიდან, როდესაც ეს დაიწყო ჩემ ცხოვრებაში, აი პირველივე მომენტიდან დავიწყე იმაზე მუშაობა, რომ როგორ გამოვიდე აქედან და ანუ ერთი დღე არ გავჩერებულ ვარ, რომ აი რაღაცა ახალი გზა ვიპოვო. ნუ პირველი გზა ეგ არის თან ოჯახის წევრები იქ რაც სოციუმი აქეთ-იქით. ნუ პირველი რასაც აკეთებ, მიდიხარ ექიმთან, არ ვიცი, ან ფსიქოლოგთან, ან ფსიქიატრთან და პირველი გზა ეს არის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მაგან არ მიშველა. მე ნელ-ნელა დავიწყე იმ ჩვევების შეცვლა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც აი ჩემი უკეთესი, ანუ რეალურად ჩემი ჯანმრთელობისთვის იქნება, ანუ კვებაზე დავიწყე რეალურად პირველი ჩაჭერა კვებაზე მქონდა. ხო, აი რატო ამახვილებ ამ პატირო გაწყვეტინებ ისევ კვებაზე ყურადღებას? კვების თემაც ძალიან ისეთი იყო ჩემ შემთხვევაში, ძალიან ცვალებადი, იმიტომ რომ რაღაცა ასაკამდე, სადღაც 14-15 წლამდე ვიყავი, როგორ ვთქვა, ახლანდელი გადამოსახედიდან ჩემს მაგასაკს რო უყურებ, საერთოდ არ ვიყავი სუქანი, ესე რომ ვთქვათ, ანუ პუტკნა ძალიან საყვარელი ბავშვი ვიყავი. აღარ მაშინ მე ვერ ხვდებოდი, რომ ეს რაღაცა ცოტა ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ისეთი იყო რა, ანუ ძალიან გიждდებოდი ჩემ თავზე, აი მართლა ძალიან სარკეში რო ვიხედავდი, ვერ ხვდებოდი, რომ აი რაღაც ოჯახის წევრი რო გეტყვის, ან რაღაც ნათესავი რო გეტყვის, რომ აი ცოტა დაიკელი, აი ცოტა და ძალიან მოგიხდება. ვერ ხვდებოდი. მაგრამ მე იყო ერთი ძალიან ეს აი რამაც აი ეს კლიკი გააკეთა რეალურად. 15 წელს ვიყავი, მე და ჩემი ოჯახი წავედით, ეს არის არსად არ მომიყოლი, ესე მე მგონი ჩემებმაც ესე მეგობრებმაც არიციან. წავედით, ესეთი ტური გქონდა, ნიცა, მონაკო, კანი და იქ ვნახე ეს სიშიშვლე და ქალების მრავალფეროვნება და მაშინ მივხვდი, რომ აი რაღაცები იყო შესაძლებელი და იმ მომენტიდან, აი ზუსტად მახსოვს, აი რა მეცვა როგორ, აი ზუსტად მახსოვს, რომ ესე გადავხედა სიტუაციას, აი იმ დღიდან აღარ მიჭამია საჭმელი, ოღონდ ბუკვალურად აღარ მიჭამია, აი მთელი დღე შეიძლება გასულიყო და არ ვიცი, მარტო ფოთლები მეჭამა და ისეთი мотиваცია იყო ის სანახაობა ჩემთვის, რომ ანუ აი ავიკრძალე ჭამა. არა და რეალურად ცოტა უკან რო დავბრუნდე ბავშვობის ფაზაში, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება იყო ჭამა. ოღონდ აქ მე რაღაც ეს კვების დარღვევას არ გულისხმობ რა, ანუ აი ბევრს რო ჭამ, ისე რომ ვერ ხვდები. უბრალოდ ყველანაირი გემო მიყვარდა, ყველანაირი საჭმელი მიყვარდა და ძალიან გურმანი ვიყავი. და აი ესეთი ყველაზე დიდი რეალურად ყველაზე დიდი სიამოვნებაზე რა ვუთხარი საკუთარ თავს უარი, სავარაუდოდ ჩემი სხეულიდან აი პირველი ეს პროტესტი, შემდეგ ეს ფიზიკურად რო გამოიხატა იყო ეგ, რომ ეს აუკრძალე ყველაზე დიდი რაღაცა, რაც ისეთი არის. და მე აი აბიტურიენტობის პერიოდში ისე გავხდი, რომ უკვე ანუ მინუსში წავედი და მანდაც ძალიან ისეთი არის, რა ქვია, ცოტა ხო, ნუ დისბალანსი რეალურად, რომ მე უკვე სარკეში რო ვიხედებოდი, მაგ დროს ვეღარ ხვდებოდი, რომ გამხდარი ვიყავი. ანუ ეს დარღვეული მქონდა, როგორ? უფრო გახდა მაგინდებოდა. ხო, ანუ ვერ ხვდებოდი, რა, რომ მეუბნებოდნენ, რომ აი როგორ გახდი, ძალიან გამხდარი ხარ სარკეში რო ვიხედე. აი ხავ რო უყურებ ფოტოებს, ხვდები, რომ ძალიან გამხდარი ვარ. და შემდეგ იყო ეს რაღაცა სულ შიში, რომ აი ისევ არ მოვიმატო და ეს კვებაც რეალურად ჩემი ორგანიზმი ისე გადაეჩვია საჭმლის მიღებას, რომ მომინდა ჭამა და რაც სასურველ იმაზე რომ მივედი, მე ვეღარ შევჭამე ვერაფერი, იმიტომ რომ გადაჩვეული იყო, ანუ სრულად დარღვეული იყო მთელი ეს კუჭნაწლავის და მეტაბოლიზმის ამ. და ჰორმონებზე არ გქონდა? მაშინ არ მქონია ჰორმონებზე ესე რამე გართულება არ მქონია. და მე იყო ეს ფაზა, რომ აი ეს რეალურად, აი ხო, მაშინ შევეჩეხე მაგას, რომ მომინდა რომ მეჭამა საჭმელი, აი ამ პერიოდში რომ უკვე ეს პროცესი დაიწყო, რეგულარულად რაღაცა ჯანსაღი საჭმელი, როგორც ნორმა არის, ხო, ადამიანისთვის, მე ვეღარ შევჭამე და კიდევ უფრო რაღაც შინაგანი სტრესი და ის მქონდა შფოთი, რომ აი რაც მინდა ვეღარ ვჭამ რა, აი თითქოს ეს იყო.
და მე უკვე მოვიდა 23 წელი სტუდენტობის პერიოდში, მოვიდა ის პერიოდი, როდესაც დაგიწყო უკვე ფოთოები და ერთ-ერთი გზა კიდე იმისთვის, რომ ოდნავ საკუთარ თავისთვის შემოგეძახა იყო, რომ დაგეწყო სწორი კვება. ხო, სწორი კვება, ვარჯიში, ფეხიციარული, ანუ ეს რაღაცა დღის რუტინები, რაც არის, ძალიან ბევრს კითხულობდი, აი სულ რაღაცა ინფორმაციებს ვეცნობოდი, რომ აი როგორ შეიძლება და აი ამ მდგომარეობიდან გამოსულიყავი. სულ ისე არის რა, რომ უკვე იმ ზაობას გამოთქვავ და სურვილს გამოთქვავ, რომ ამ ყველაფრიდან გამოხვიდე და ისევ შენ სახლში დაბრუნდე რეალურად საკუთარ თავში. მერე აი სამყაროსგან სულ ბლესინგია ეგ, რომ ან ადამიანები გხვდებიან, რაღაც სიტუაციებში ხარ, არ ვიცი, რაღაცა წიგნი ჩაგივარდება ხელში, ანუ სულ მოგყვება ესე რა და სულ აღმოაჩენ, რომ აი რამხელა რაღაცას გადიხარ და რამხელა რაღაცას შეიცნობ. და კიდე რაც მე ასევე ძალიან მაგ დროს დამეხმარა, იყო სუნთქვა რეალურად, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრები იოგები არიან და ეს თემა მათთვის ძალიან ისეთი არის რა, ანუ ძალიან ორგანული, მაგრამ ბავშვობაში, მაშინ როდესაც აი მირჩევდნენ, მოდი ჩვენთან ერთად იმედიტირე, ისუნთქე, ანუ ძალიან უარყოფა მქონდა რა, აი ცოტა მაგ ამბავს დავცინოდი, რომ აი რა დროს სუნთქვა არის, მაგრამ ყველაზე მეტად გამომადგა ეს სუნთქვის ვარჯიშები, რაც მეხმარებოდა აი დამშვიდებაში და აი ამ თუნდაც არ ვიცი, ჩემი აჩქარებული გულის რომლითაც ძალიან მეშინოდა, საკუთარი თავის მეშინოდა, ნელ-ნელა დავიწყე, აი გზადაგზა ძალიან დამეხმარა. ოღონდ მერე იყო, აი ძალიან ბევრი რაღაცა იყო. მერე ერთი კიდე ძალიან დიდი ტრანსფორმაცია იყო, ანუ რეალურად რამაც წაიღო რაღაცები, იმიტომ რომ რაღაცა განსაცდელი რომ მოდის ხოლმე შენ ცხოვრებაში, ხო? სულ ყოველთვის რაღაცისთვის ხდება რა, აი რაღაცა თუ ამას ესე შეხედავ რა, რაღაცა კარი იხურება და მე რაღაცა იხსნება. და ეგ იყო მეორე ბავშვი დაახლოებით, ანუ 7 წლის მერე გავაჩინე, ანუ 27 წლის ვიყავი და მანდ იყო იგივე ქორწინებაში ქორწინებაში ეხლაც ხართ? კი. რა? მართლა? კი. ნახე მაშინ, როდესაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი და ანუ აი პროცესი დაიწყო ახალი უკვე ვიცოდი, რომ შეიძლება და ნებისმიერ დროს რაღაცა საფრთხე ყოფილიყო. და აი ეს მთელი 7 თვე აი ამის გამკლავებაში ვიყავი, რომ აი ეს კონტროლი გაუშვი, ვერ გაუშვი, ეხლა რო დაიწყოს და აი ამ პროცესმა ხო ძალიან ბევრი შიში თავისით წაიღო, იმიტომ რომ აქეთ ვიყავი ფოკუსირებული. რეალურად მართლა ესე მოხდა, რისიც მეშინოდა. და მე ვფიქრობ, რომ ჩემი დამსახურებაც არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან გემრიელად გამოვიწვია. მაგრამ მანდაც აი ისეთი რაღაცნაირი გზა გავიარე, ანუ მართლა 9 ზღვა, 9 მთა, 9 დევი, ანუ აი ძალიან ისეთი დღე და მომენტი იყო, რომ მოკლედ რომ გავახილე თვალები და ანუ აი რომ მივხვდი, რომ ცოცხალი ვარ. მანდ მოვიდა შეგრძნებაში, აი ხემ, რომ მანამდეც ვაკეთებდი მადლიერების ტექნიკებს, რაღაცებს, მაგრამ ანუ არ შემოდიოდა რა შიგნით რა, ანუ აი რაღაცნაირად ესე რა ვთქვა, ზედაპირზე იყო რა, ანუ ხან რაღაცა მომენტში მეხმარებოდა, ხან ვერ მეხმარებოდა. და აი რომ გავახილე თვალები, ხო, მაგ დროს აი სხეულში ვიგრძენი მადლიერება. და მაგ მომენტიდან, არ ვიცი, ალბათ აი ძალიან ბევრი რაღაცა გავიდა, ესე რა ვთქვა, რა ჩემი სხეულიდან რა, ანუ ის რაღაც ეტაპი დასრულდა. და მაგ მეორე მშობიარობის მერე რეალურად ეს ჩემი თვითგანვითარების პროცესი აი ძალიან ასწრაფდა რა. ანუ ეზოთერიაც, სხვადასხვა მიმართულებებიც, ფსიქოლოგიაც, აი თავისით გზა და გზა ისე რომ აი ზოგჯერ მე თვითონაც ვერ ვეწეოდი ამ პროცესს, აი ესე შემოდიოდა ჩემ ცხოვრებაში. და დღემდე ესე არის. და გადაწყვეტე რომ აი როდის გადაწყვეტე უბრალოდ რომ სხვებსაც შეგიძლია რომ დაეხმარო. ხო, აი ნახე დახმარების მომენტი რომ სხვებსაც შემიძლია დავეხმარო, აი დღემდე ესე არ მაქვს. მუშაობდი მაშინ ერთ-ერთ საბანკო სფეროში, მარკეტინგში და მე მყავდა რაღაც ანუ აკაუნტი ვიყავ, ესე რა ვთქვათ, ინფლუენსერების პროექტი მქონდა რა, სადაც მე ზედამხედველობდი.
და მაშინ ასტროლოგია, ეს ეზოთერული თემები უკვე ძალიან საინტერესოა. ასტროლოგიაც ბავშვობიდან მომყვება, ასტროლოგია, მინერალები, ტარო, ეს რაღაცები ბავშვობიდან გიჟდები მაგაზე და გასართობად. მაგრამ ის რო ეს ყველაფერი სიღრმისეულად შეისწავლო და ამის გაზიარების სრული მოგინდეს, უკვე სადღაც 28-29 წლის ასაკში მომინდა. და მაშინ გამიჩნდა სურვილი პირველად, რომ მოდი, ესეთ თემაზე ვილაპარაკებ და უბრალოდ გავაზიარებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაშინ ესე მასიურად ის რომ ასტროლოგიაზე ილაპარაკო, ეს ცოტა ეზოთერულ თემებზე, ესე ღიად, მოკლედ და ცოტა საბაზისო ენით და რა ვიცი, ცოტა მარტივად და ცოტა ესე გადმოსაცემად არავინ არ ლაპარაკობდა. ან დადიოდნენ ასტროლოგთან, ან ჩუმად, ან მკითხავთან, ან მოკლედ ნუმეროლოგიაზე. ეგ თემა ძალიან ზედაპირზე არ იყო რა ამოწეული რა, მაინც ერიდებოდათ და თავიდან რომ ვთქვი რომ მეთქი ასტროლოგიაზე მინდა დავიწყო ლაპარაკი, ჩემს სამეგობროში და ოჯახში რომ ვთქვი, ცოტა ისე შემომხედას რომ რატო ვაკეთებ ამას თუ რაღაცა და თითქოს ამაში მინდოდა ეს უნიკალურობა რაც ჩემში იყო ეს ცოდნა, ესე უბრალოდ გამეზიარებინა და დავიწყე ასტროლოგიით და მე გზადაგზა იმდენი რაღაცა შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და დღემდე ესე არის რომ უბრალოდ ამ ყველაფრის გაზიარებას ვაკეთებ რა. მაგიტო არ ვამბობ რომ ვარ რაღაცის ექსპერტი ან რაღაცის არ ვიცი მასწავლებელი, ხო? უბრალოდ ფასილიტატორობ ესე რომ ვთქვათ რა, რაღაც გიდირებას ვაკეთებ. ან წამომყვებიან, ან მე თავის გზას აირჩევენ და პროცესში ძალიან შეიძლება კიდე დამატებითად რაღაცა რესურსებზე ორიენტირებული პრაქტიკებიც დავამატო ხოლმე მაგალითად რა გააჩნია ვორქშოპია, ინდივიდუალური კონსულტაცია არის თუ არა. ამიტომ უფრო მე ჩემ თავს ვხედავ როგორც გამზიარებელი იმ ცოდნის და გამოცდილების, რაც მე მაქვს, რაც მე თვითონ პრაქტიკაში გამოვცადე რა. და დღემდე ხო ესე მომყვება. ასტროლოგიც რო თქვი, რაღაცა ისე მომხვდა, იმიტომ რომ მე არ მაქვს ესე დიპლომი, არ მისწავლე. კი, მისწავლია, მაგრამ ყველაფერი ეს ინფორმაცია რაც არის, ძალიან ჩემით შეწოვილი არის და მე შენ თვითონ რო აპრაქტიკებ, შენ თვითონ რო აკვირდები, შენ თვითონ რო რაღაცა გაქვს დაგროვილი, ამ ყველაფერს რო აზიარებ, უფრო მაგ მიმართულებით, ვიდრე რომ მე ხავჭდები და როგორც ასტროლოგი ისე მუშაობ, ესე არ მუშაობ რა. უფრო რესურსებზე ვარ ხოლმე, ასტროლოგიური მიმართულებით ორიენტირებული. და რამდენი წელია უკვე ესე ხარ? რაც ეხა ეს არის შენი მთავარი საქმიანობა, ხო? თუ პარალელურად? არა, ეგ იყო, რომ პანდემია დაიწყო, სახლიდან მუშაობდი, დაახლოებით 1 წელი იყო, რომ ორივეს ვათავსებდი და მე უკვე რომ მივხვდი, რომ შემეძლო აქეთ წამოსულიყავი, მე წამოვედი და რეალურად 5 წელია რა. 4-5, ხო. მაგარია. ხო. რამდენი წლის ხარ? 35-ის. მაგარია. და მაგალითად ვამბობ. მე ვიღაცები არიან, ვინც უბრალოდ არიციან რა, იქნება ბევრი ეგეთი ადამიანი და ვინც იცის და ხო გაგიმარჯვოთ. მე მაინტერესებს იმათთვის, ვინც არიცის. ვთქვათ, მოვედი შენთან. და გეუბნები. და გიხოცები რა რაღაცეებში დამეხმარე, ან მიშველე. რაღაცეები, ძალიან ბევრი რაღაცაა, რაც მაწუხებს. და სუკითხებში ვარ და რა გავაკეთო მიშველე. რას მთავაზობ, რა სახის დახმარებებს კი არა. გზის გაყვალვის საშუალებებს. იცი როგორ არის, რაღაც ამ მომენტში ამ დროს რაც ცოტა თვით რეფლექსიის კითხვებს ვუსვავ ხოლმე ადამიანს რა, რა არის მისი განზრახვა, რა არის მისი სრული, ამ მომენტში მის ცხოვრებაში რა არის აქტუალური, რაზე იმუშავებ და მაგ განზრახვიდან გამომდინარე შემიძლია შევთავაზო ის საშუალებები და ინსტრუმენტები, რაც დაეხმარება. მე ზოგადად კი ინდივიდუალურ კონსულტაციებს ვატარებ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ვორქშოპები. განსაკუთრებით ახლა დღეს სავსემთვარეობა არის კუროში და რაღაცა მგონია რომ კურო არის ზოგადად ეს მთვარის ფაზების მიხედვით მთვარის აქვს ძალიან დიდი გავლენა სამყაროზე, ადამიანებზე, ბუნებაზე, ცოცხალ არსებებზე
და მთვარე ასტროლოგიურად დაკავშირებული არის ჩვენს ემოციებთან, შინაგან ქვეცნობიერ შეგრძნებებთან, სურვილებთან, რა იცი ძალიან შინაგანი მდგომარეობა არის მთვარე. თან ქალური ენერგია არის. და თან ეცვალებადი არის რა, განწყობის მიხედვით არის ეს მთვარე. და როდესაც მთვარე კუროში ხდება, სხვადასხვა ერთ-ერთი უსაყვარლესი და ერთ-ერთი უნეტარესი პოზიცია არის მთვარე კუროში, რა, იმიტომ რომ კურო დაკავშირებული არის სიამოვნებასთან, სტაბილურობასთან, სიუხვის ენერგიასთან, მატერიალურ კეთილდღეობასთან, კომფორტთან რა და ეს ენერგიები, ამ ენერგიებზე შეგიძლია რომ იმუშაო, თუ მაგალითად ცხოვრებაში ეხა ისე ხარ რომ შენაც საქმე გაქვს, მაგრამ ამ ყველაფერს სიამოვნების გარეშე, შემოქმედებითობის გარეშე აკეთებ, შეგიძლია დამანიფესტირო და მოიზიდო ის ენერგია, რომელიც დაგეხმარება რომ ან უფრო შემოქმედებითი რესურსი და ენერგია ჩადო იმ კონკრეტულ საქმიანობაში, ან ისე შეცვალო შენი რეალობა, რომ შესაფერისი შენთვის სასურველი სამსახური მოიზიდო, ესე რომ ვთქვათ რა. ასევე ფულის თემაზე მუშაობენ ხოლმე, ძირითადად იმიტომ ეს მთვარე რო ივსება. რა არის იმ მომენტში ის მაგალითად რაღაც შემზღუდავი რაღაცა პროგრამები, პატერნები, რომელიც ხელს გიშლის და გიზღუდავს უფრო მეტი ფულის ენერგია, ფულის წყარო შემოვიდეს შენს ცხოვრებაში. და აი მაგის манифестация როგორ უნდა გავაკეთო? ან ეხა თუ არის კუროში მთვარე, რამდენი ხანი გრძელდება ეგ ზოგადად? ნახე, მთვარის ფაზები ძალიან მალე იცვლება, ძალიან ისე მიდის რა, იმ ზესთან შედარებით და სხვა პლანეტებთან შედარებით. ეხლა უკვე აი კულმინატე გარეთ რო გაიხედა, თან სუპერ მთვარეობა რა, ძალიან ახლოს არის. გუშინ წინ მაპატიება წავწინებ. ეგეთი ლამაზი მთვარზე ვინმე გუშინ წინ იყურეთ ცაში არის ასფალტზე კი მეც ასფალტზე იდო აი მართლა გეუბნები ეს კიდე უფრო ეგეთია იყო ვითელი აი რა ქვია მაგას გლაზური კვერცხივით აი ძალიან დაბლა იყო და იყო უზარმაზარი და მაგ დროს ლისზე ვიყავი ამის 4 საათი იყო, რატო ვიყავი, არ ვიცი, მაგაზე არ ვილაპარაკოთ, უბრალოდ ეგრე მოხდა და გადავწყვიტე, რომ მთვარეს გავეკიდო. ანუ ძალიან მაგრამ მომინდა, იმიტომ რომ იმდენად ახლოს იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ კიდე ცოტა რომ გავიარო, უფრო და უფრო ახლოს გავიჩიტე. დღეს კიდე უფრო ახლოს გამოჩნდება. ანუ ხვალ არის 17 საათსა და 19 წუთზე არის პიკი, ანუ 4 შაბათს რა, ხო, ანუ კულმინაცია მაგ დროს არის, აი ესე. და კუროში იქნება ისო. ეხაც კუროში არის მთვარე კი. შენ როგორ მოახერხე ის? ვატყობ ახლა მე რომ შენ შეგიძლია იყოს სტაბილური ცხოვრებაში. ანუ ხასიათი გქონდეს სტაბილური. გარედან მაინც ჩანდეს ესე, შიგნიდან სულ რაღაცა უბედურება ხდებოდეს. გარედან ახერხებ რომ ეს არ მოედოს სრულიად ოჯახს, სამყაროს არ დაეთყოს დილით გამზადებულ ომლეტს და ასე შემდეგ, ხო? როგორ ახერხებ მაგას? ხო, არა, სტაბილურობა, სხვათა შორის, სტაბილურობა არ არის ჩემი. ესე რომ ვთქვათ რა. ხო, არა, ძალიან მიყვარს ქაოსი და ეს ძალიან მიყვარს. მაგრამ რაღაც მომენტში ხვდები, რომ მიწაზე აღარ ვდგავარ რა, ანუ როცა ხვდები, რომ აი ძალიან გასული ვარ, ანუ სრული გაგებით გასული ვარ, მაშინ მიწევს რომ დავბრუნდე, გრაუნდინგი გავაკეთო და ეგ მეხმარება, აი თუნდაც განმარტოვება მეხმარება იმაში, რომ ეს ჩემი შემოქმედებითი ენერგია გადმოვიტანო მე მატერიაში რა, იმიტომ რომ რეალურად რასაც მე ვაკეთებ, აი განსაკუთრებით манифестაციის მიმართულებით, ხო? სულ არის აი შემოქმედებითი რა, ანუ მე არ ვზივარ და რაღაც აი ინფორმაციას ესე აი წიგნიდან არ მომაქვს, ან რაღაციდან არ მომაქვს. აი შეიძლება რაღაც ვაკეთებდი და უცბად იდეა მოვიდეს ერთ-ერთი манифестაციის ტექნიკა, რომელიც აი გუშინ გავაზიარე მაგალითად, აი უბრალოდ მოვიდა რა. შეიძლება ის საიდანღაც მაგაგებული მეორე ნაწილი პუნქტი საიდანღაც მაგაგებული და მე ამ ყველაფერს ვაერთებ და ამ ყველაფერს ვაზიარებ. უბრალოდ აი ეგ არის ცოტა ყველაზე მეტად რაც მიჭირს პირიქით, აი დაბალანსება მიჭირს რა, იმიტომ რომ თუ ძალიან თავით ვარ გადაშვებული ამ პრაქტიკებში, სულიერებაში, ამ შინაგან სიღრმეებში, თუ ძალიან ისე აქტიურად და თუ ბაჭერ ესე რომ ვთქვათ,
მე ძალიან მიჭირს მატერიაში დაბრუნება, ოჯახთან დაბრუნება, ყოველდღიურობაში დაბრუნება. რაც მეხმარება არის ვარჯიში და ისევ ხელთან მაქვს კონტაქტი, მაგრამ აი რაღაცა ეტაპი მჭირდება. ადრე მაგაზე ძალიან შფოთავდი ხოლმე, ნერვიულობდი, რომ ეხლა დროზე ვარ დასაბრუნებელი, იმიტომ რომ პოსტია დასადები და იმიტომ რომ ვორქშოპია გასაკეთებელი და იმიტომ რომ რაღაც. და მაგ დროს ხვდები, რომ ჩემ თავს ვეწინააღმდეგები რა, იმიტომ რომ თუ ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, ანუ რატო წამოვედი რეალურად სამსახურიდან და რატო დავიწყე ესე შემოქმედებით ცობაში ყოფნა, ხო? იმიტომ რომ აი ჩარჩოებში, როდესაც ვექცევი, თუნდაც ეს ჩარჩო ძალიან მიმზიდველი იყოს რა, მატერიალურადაც კომფორტისთვის ასე შემდეგ, მაგრამ როცა ხვდები, რომ იქ აი ეს შემოქმედებითობა იწურება და მარტო არის იმისთვის, რომ აი მატერიაზე იყოს კონცენტრირებული, მე ეგრევე ვიწყებ რაღაცების ნგრევას და მსხვილებას, გამოვდივარ მაგ ჩარჩოდან და მე მიწევს, რომ აი ახალი რაღაცა შევქმნა რა. აი ძალიან მიჭირს იქიდან აი ამ სულიერებიდან მე ამ მატერიაში და ეს ყველაფერი როგორ უნდა იყოს ერთმანეთთან ჰარმონიაში და აი მაგ დროს მოდის რეალურად, იმიტომ რომ მეც მქონია ეგ სულიერი ეგოს თამაშები რა, იმდენად აი ამ ვნებაში ხარ და იმდენად გატაცებული ხარ და იმდენად სადღაც ხარ, რომ ამბობ, რომ ეს რაღაც მატერიალური სიკეთეები და რაღაცები აღარ მინდა, ანუ ჩემი არ არის, მაგრამ მე ასევე ვაცნობიერებ და ეს უკვე რაღაც პრაქტიკამ მიმიყვანა მანდ, რომ რეალურად კი შენი სულის განვითარება ძალიან კარგი და იმ გზას თვითშემეცნების გზას, რასაც გავდივარ, ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამ ეპოქაში ვცხოვრობ, ესეთ პროგრესირებად ეპოქაში ვცხოვრობ და ამ სხეულში ვარ და ვიცი, რომ ამ ხელა პოტენციალი და ამ ხელა შესაძლებლობა მაქვს, ამაზე უარის თქმა, ისევ საკუთარ თავზე უარის თქმა არის. ამიტომ ეს ყველაფერი აი სულ მაგას ვსწავლობ რა, აი როგორ დავაბალანსო ერთმანეთთან, რომ ამ ყველაფრისგან მივიღო ძალიან დიდი სიამოვნება, იმიტომ რომ სადაც ეს სიამოვნება და შემოქმედებითობა ქრება, იქ აი რაღაცა ძალიან დიდი უმარილო რაღაცაა და ამიტომ აი სულ მაგას ვემუშავები ჩემ თავს. მაგრამ სულ პირდები ხოლმე, რომ ეხა აღარ ჩავაჭერ, ეხა იქ იმ ვორქშოპზე აღარ წავალ, ეხა იმას აღარ გავივლი და უცბად აი წინა დღეს უცბად ავენთები ხოლმე, ისევ მივდივარ, მე ისევ ბრუნდები, მაგრამ ის აი ცოდნა გამოცდილება და პრაქტიკები რეალურად მაქედან მომაქვს რა, მე რასაც ჩემ ვორქშოპზე ვაზიარებ ხოლმე, ამიტომ ეგეც ძალიან ისეთი არის. ბავშვობაში თავისით მოვიდა ეგ, როდესაც გაშლილ მინდორს ხედავდი ხოლმე. ძალიან ხშირად ხედავდი, რომ ბუნების შვილი ვარ მე, მე არ ვარ ასფალტის შვილი, ეს არის ტყუილი. მე მეყვარს ბუნება ძალიან. რო გავდიოდი ხოლმე მინდორში, აი ამ ტიალ მინდორში ხედავდი, მინდება და სირბილი. ალბათ ვერ რო გითხრათ თუ კარგად დავბრუნე, ეს არის საშინელება და ყველაზე არაესთეტიური სანახაობა, მაგრამ მინდა რომ ვირბინო. ვიწყებდი სირბილს და მე მინდებოდა კივილი და ბოლო ხმაზე ვკიოდი. და ეს ბავშვობიდან გამომყვა. და ეხლაც რაღაცა პერიოდში მე ცოტა თინეიჯერობისკენ შევატყე, რომ ცოტა მერიდება რა. ეს კივილები. მეგიც მერც მალევე დავიკიდე და ძალიან ხშირად ვცდილობ რომ ვიკივლო. და ეხლა გამახსენდა ეს რაღაცა. ოღონდ იცი რა მემართება? პეპლები როგორც გიჩნდება ვთქვათ, აი საყვარელ ადამიანს რო დაინახავ ვთქვათ, ამბობ, აი ეგრე მიჩნდება პეპლები კივილს რო წარმოვიდგე. იმიტომ რომ ხელში ხარ, ხელს აი ის მემართება რა. შენ გრძნავ და ამიტომ. ხო და ძალიან ბევრი რაღაცა არის ალბათ, რაც აი ბავშვობაში, რასაც ვაკეთებდით, რო არ შეგვეწყვიტა. ხო. ბევრად უფრო ჯანსაღი ახალგაზრდობა და მე უკვე. ხო, მე საათობით ველაპარაკებოდი, ხოლმე ჩემ თავს ანსარკეში ვიჯექი და აი საათობით ვლაპარაკობდი და ნუ მე ერთი-ორჯერ რო დამინახეს, ანუ გიჟი ხო არ ხარ მარტო რას ელაპარაკები შენ თავსო, მე ჩავკეტე. და ეხა აი რო სულ ელაპარაკები ჩემ თავს, სულ რაღაცა იმაში ვარ რა, ანუ აი სულ თემაში ვარ. და ხო, ეგ აი ბავშვობის რეალურად აი ეს რაც რეალურად დასწავლილი არის რა, ანუ თავისით მოდის ესე ხო ვიღაცას ხوار ურჩევია რომ ანუ მიიყევი შენ იმპულსს და შენს პროცესს ხო
და რეალურად მე არის რომ მაგიტო ვივიწყებთ ჩვენ თავს რა, ის რაც ჩვენი ორგანული იყო, ჩვენი ავთენტური იყო, მე იმიტომ რომ მოვერგოთ მეზობელს, იმიტომ რომ იმან არ თქვას რომ სირცხვილია, იმან არ თქვას რომ ეს ცოტა ვერ არის აფრენს, ვიღაცას მოვაწონოს თავი და მოვაჩვენოს თავი რომ ისეთი ვართ როგორიც მას მოწონს, რეალურად ამ როლების მორგებით, ამ ნიღბების მორგებით, მე ჩვენ ნამდვილობას და ჩვენ აი ავთენტურობას ვკარგავთ რა და მე იწყება ეგ არის, ეგ სიგნალები არის, ეს პანიკური შეტევები და რაც ფოთვები, რომ სხეული გაძლევს რეაქციას, რომ დაბრუნდი, სადღაც ხარ, წამოდი და მე რეალურად თუ იყვები, თუ მოусმენ შენ სხეულს და თუ თუნდაც იმ პანიკური შეტევის დროსაც დარჩები შენს ხელში და მიაქცევ ყურადღებას, რომ აი ეხა რა ნაწილში ხდება, ეხა რისთვის ხდება ეს ყველაფერი, მე თავისით გადის რა, იმიტომ რომ იმ პანიკურ შეტევებს, იმ რაღაცა შიშებს, იმ ფიქრებს, რაც უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებ, კიდევ უფრო აძლევ მას განსაკუთრებულობის შეგრძნებას რა და რეალურად მაგიტო არ გადის. რომ ის ფიქრობს, რომ მე ხა მნიშვნელოვანი ვარ მის ცხოვრებაში და რატომ უნდა გავიდე, იმიტომ რომ ამხელა ყურადღებას მითმობს და ამხელა ენერგიას დებს ჩემთვის და რატომ უნდა წავიდე. და აი ეგ არის ყველაზე ესეთი რაღაცნაირი გასაღები რა, რაც უნდა, არ ვიცი, განცდა ემოცია, მდგომარეობა იყოს იმ მომენტში შენ ცხოვრებაში. აი თუ დარჩები, რაღაცა შეიძლება წამების ამბავიც არის. თუ დარჩები და იქნები, აი ოკეი, აი მიგიღე, გიღებ. მაგრამ რამე რო იყოს მე არჩევანს ვაკეთებ, რომ შენ გახვიდე ჩემიდან, აი ამაგასაც აღარ აკეთებ რა, აი თავისით მიდის, აი თავისით იწოვება. ეს ყველაფერი ჩვევაში არის იმიტომ აუცილებელი, რომ შენ ამდენი რაღაცა პროგრამა გაქვს დასწავლილი, ამდენი ჩვევა გაქვს გამომუშავებელი, რომ ეს ნორმა არის. თუნდაც ის, რომ რაღაცა დისკომფორტი გიქმნის, შენ ქვეცნობიერს გონია, რომ ეს ნორმაა კაცო და ეს ესე უნდა იყოს. და როდესაც აი ამ პრაქტიკებით და ამ ჩვევების გამომუშავებით შენ უბრალოდ რჩები მასთან, არის შეიძლება ელაპარაკები კიდეც, რაღაც სიყვარულს უგზავნი თუ რას აკეთებ, მე ისე, ანუ მნიშვნელობა იკარგება რა და ხვდება, რომ აი ჩემი ადგილი აღარ არის, ამოვწურე ჩემი თავი და გავდივარ. აი მაგაში კიდევ ერთხელ, აი ძალიან ბევრჯერ ვიტყვი, რომ სხეულებრივი პრაქტიკები მუშაობს, აი არ ვიცი, მართლა კურნალია, ანუ ჰილინგია, როდესაც სხეულთან გაქვს კავშირი. მაგრამ მე მაინც პრინციპს ბოლომდე ვერ ვხვდები რა. სხეულთან კავშირი არის სუნთქვები? არის. ერთ-ერთი ანუ კი, რეალურად სუნთქვით იწყება. ანუ სუნთქვა არის ის აი როგორი საბაზისო პროცესი, ისაც სუნთქავთ, უბრალოდ ჩვენ გაცნობიერებულად არ ვცხოვრობთ რა, სულ ავტოპილოტზე ვართ ჩართული. და თუ მე ყოველდღიურობაში ჩემ თავს გავახსენებ, რომ სუნთქავ და ამის აი ძალიან მარტივია დღის მანძილზე ერთი თვის ჭრილში შეგიძლია სხვადასხვა საათებში დაიყენო შეტყობინება რიმაინდერი რომ ისუნთქე და რავი რამდენი წამით შეგიძლია რომ ცნობიერად ისუნთქავ და მე იმდენად ჩვევაში გიჯდება აი ეს შესუნთქვა ამოსუნთქვის პროცესი რომ მე თავიდან გახსენდება რომ სუნთქავ და ჩვენ ძირითადად აი განსაკუთრებით ქალები ხო შეკავებას ვაკეთებთ ხოლმე რა აი მაგალითად ჩემ შემთხვევაში აი ეს მუცლის ზონა, კუჭის ზონა არის ყველაზე სენსიტიური, იმიტომ რომ აი მთელი ამდენი ხნის მანძილზე, როდესაც მე ეს პანიკური შეტევი და ეს რაღაცა რთული პერიოდი მქონდა, რო შევისუნთქავდი, აღარ ამოვისუნთქავდი. ანუ ვაკავებდი რა, იმიტომ რომ მეშინოდა ეს გაკავების მომენტი მქონდა. ხო წარმოიდგინე რამდენი ამოუსუნთქველი რაღაცა იყო დაგროვილი შიგნით. და ამიტომ ეს ამოსუნთქვა გეხმარება, რომ აი გაათავისუფლო და ჩასუნთქვა გეხმარება, რომ ახალი ანუ სიცოცხლე შეიგრძნო, რა ცოცხალი ხარ. და ეს არის აი როგორი საბაზისო პროცესი, რომ ჯერ ერთი აი აწმყოში იყო რა და რაც უფრო აწმყოში ხარ, შენ თავში ხარ, აი ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. და პრაქტიკები, აი სხეულებრივ პრაქტიკებს რასაც გულისხმობ, ხო? აი ძალიან ბევრნაირი მეთოდი არის. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ოშოს დინამიური მედიტაციები, ზოგადად ოშოს პრაქტიკები ძალიან მიყვარს. ხო, ოშოს მედიტაციების ფასილიტატორიც ვარ, ახლა გამახსენე.
ხა, სადაც აი სულ არის იმაზე მიმართული, რომ შენ გათავისუფლდე რა, გათავისუფლდე სხეული, გაათავისუფლო და მე აი ამ თავისუფლების ამ სიმსუბუქის განცდის შემდეგ შემოუშვა იმხიარულო დღესასწაული მოიწყო საკუთარ თავში, იმიტომ რომ ძირითადად აი უფრო ცოტა სტატიკური ტექნიკები და პრაქტიკები, რაც არის მედიტაციები, სადაც უფრო აი გონება არის ჩართული, ხო? მაგ დროს მით უმეტეს, როდესაც შენი გონება და ფიქრები გმართავს, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაკონტროლება რა. და როდესაც სხეულზე ხარ ორიენტირებული და სხეული მოძრაობს, ხო? იქ გონება ძალიან ეჯაჯგურება, აი სუ იმაში არის, ეხა ხო არ ვგიჟდები, ეხა რაღაცა რა ხდება ჩემ თავს და ეხა რა სისულელეს ვაკეთებ და ეხა მე რო ვყვირი და ეხა მე რო ვხტუნა 2 წლის ბავშვი ხო, ну აი ესენი შემოდის, მაგრამ თუ სხეულს მიყვები და თუ აი ამ პროცესში შედიხარ, ხო? აი ეს ფიქრებიც თავისით გადის რა. და რეალურად აღარსად აღარ გარბიხარ რა, იმიტომ რომ ჩვენ მედიტაცია გგონია, რომ აი სადღაც უნდა გავიდეთ, ან სადღაც ეგ გასვლაც ხდება, მაგრამ ეგ არის აი ძალიან ზედა საფეხური და მიწიერ ცხოვრებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა აი აქ და ახლა ხარ, როცა წარმატებას გინდა მიაღწიო, გინდა რომ შედგე როგორც ქალი, როგორც კარიერაში, როგორც მეგობარი, ანუ არ ვიცი, აი ისიამოვნო უბრალოდ დატკბე ცხოვრებით, ხო? აი ეგეთი ცოტა გასულა მედიტაციები პირიქით სადღაც სხვაგან მიყავ ხარ და ამ რეალობას გწყვეტს, ანუ რეალურად არ ხარ აქ. და აი თუნდაც ცეკვა, აი ცეკვა უმიზნო და ის შენს ხელს რომ იყვები და ცეკვავ. აქ ძალიან კარგი, აი 5 რიტმის ცეკვა, არ ვიცი გაგიგია თუ არა, ძალიან კარგი ორი მასწავლებელია, ისედაც ჩამოდიან ხოლმე. უბრალოდ ცეკვავ რა, აი იმ მომენტს ცეკვავ, რაღაც შენ ცხოვრებას ცეკვავ, ეს არის რაღაცა ილეთი, რომ აი ეს ილეთი უნდა შესულო, მაგიტომ მიყვარს მე ზოგადად, სადაც ესე ჩარჩოებში არ გაქცევენ და აი უბრალოდ ხელს მიყვები, სხეულის მოძრაობას რა, იქ შეიძლება რაღაც ჰაერის ელემენტი შემოვიდეს და აი შენ როგორ შეგიძლია ჰაერის ელემენტი შეიგრძნო და ისე იცეკვო, ან ცეცხლის ენერგია შემოვიდეს და შენში ეს შინაგანი ცეცხლი, რაც ბუნებრივად გაქვს, როგორ გამოიცეკვო. და აი ამ გამოცეკვით, ხო? ჯერ ერთი ეს შენი დაგროვილი სხეულში რაც გაქვს ემოციები, აი არ ვიცი, ტრავმები იქნება თუ რა იქნება, ეს ყველაფერი გამოგაკ და შემოდის ძალიან დიდი თავისუფლების, ძალიან დიდი სიამოვნების შეგრძნება. აი ეს პეპლები რეალში შე რო თქვი, რომ გავიბივარ და ყვირი, იმიტომ რომ მაგ დროს თავისუფალი ხარ რა, ანუ არ არის შენი გონება ჩართული და არ გეუბნება, რომ რამდენი წლისაც ხარ, იმდენი წლის ასაკში შენ არ გეკადრება ეგ თუ რაღაცა და ამისთვის ძალიან დიდი ხარ რა. რეალურად შინაგან ბავშვსაც უკავშირდები, რომელიც ძალიან გულწრფელი და რომელიც ძალიან ავთენტური და ლაღიარი და აი სამყარო უყვარს ისეთი როგორიც არის. და აი მაგიტო ესე რა თქვა, წავედი უფრო სხეულებრივი პრაქტიკებისკენ, მანიფესტაციაშიც, აი კი ვიცი რომ ხალხს ძალიან უყვარს წერა და ეს ჟურნალინგი ძალიან უყვარს. ხო, მე ვწერ ბავშვობიდან. ძალიან კარგია. სწორად გაკეთება როგორ არის, ეგეც რო გითხრა და შენ რა მეთოდით ხო იმაშვები რო ქვია, მანიფესტაციას აკეთებ, ეგეც მაინტერესებს. ჩემი, ანუ ეხლა რო გითხრა რომ ყოველ, ანუ აი ძალიან ხშირად თვითონ მანიფესტაციის ტექნიკებს ვაკეთებ, არ ვაკეთებ. ერთი რაც ესე რიტუალურად მაქვს არის რომ აი იმ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვაკეთებ უფრო ერთხელ დიდ ფიზიკურ ვიზუალურ დაფას, სადაც ჩემი სასურველი ცხოვრების, ესე რომ ვთქვათ, რეფერენსები მაქვს და ეს მაქვს გაშლილი და ჩემს საძინებლოში რა მაპატია რომ გაწყვეტებ, რაოდენობას აქვს მნიშვნელობა? იცი რა არის, რაოდენობას არის, რამდენადაც ხარისხს აქვს და რეალურად რამდენად გამოხატავს აი ამ შენ სასურველ რეალობას რა. თორე რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა და იმ მომენტში იმ წელს რა არის შენი განზრახვა. და ტელეფონშიც მიყენია ხოლმე, შეიძლება ეგ 3 თვეში ერთხელ გადავაყენო, გააჩნია რა, არ ახასიათზე ვარ. მაგრამ ამბოლო დროს ზოგჯერ თავისით აყენებს ხოლმე wallpaper-ზე, თავისით მიცვლის ხოლმე წინა იმეებს და ხვდები რომ აი რაღაცისთვის შეცვალა და ვტოვებ ხოლმე. მაგრამ ხო, მაგასაც ვაკეთებ. აი წერას რაც ეხება, წერა ძალიან კარგია, ერთ-ერთი ძალიან კარგი თერაპია არის, რომ აი რაღაცნაირად შენი ემოციები, განცდები გაცნობიერო, ასევე ამოიტანო, ძალიან მიყვარს წერა. მაგრამ ამ ყველაფერს თან შეგრძნებებთან ერთად რო ვაკეთებ, იმიტომ რომ მანიფესტაციის მთავარი
გასაღები არის შეგრძნებებით მანიფესტაცია. აი ეს 5 შეგრძნების ორგანო, რაც ჩვენ ბუნებრივად გვაქვს, ეს სენსებს, რაც არის, ყნოსვა, შეხება, ვიზუალიზაცია, გემო, სურნელი, ხო? აი ეგ რეცეპტორები უნდა გააქტიორო მანიფესტაციის დროს. და ჩემო სხეულმა და ორგანიზმმა რომ დაიჯეროს რომ ყველაფერი მოხდა უკვე და აღარ გამიკეთოს. თუ ვიყნოს ეკიდეც. ხადა მაგ დაჯერებიდან უნდა გამოხვიდე. იმიტომ რომ შენი არჩევანია რეალურად ეგ რეალობა მოხდება თუ არ მოხდება. ხო. ნახე, აი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი მანიფესტაციის დროს. ანუ იცოდე ის მდგომარეობა, ის განცდა, რომელიც აქვს შენს სასურველ რეალობას. ანუ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი შენ თავს არ ვიცი 3 თვის მერე იქნება, 1 წლის მერე იქნება და 5 წლის მერე, აი იმის ტყავში შეხვიდე, იმის ადგილზე დადგე. მიხვდი ზუსტად. და რო დადგები, აი იმ მდგომარეობაში რო შეხვალ, რომ მარტო ის კი არა რომ აი იმიტომ რომ ძირითადად სულ მატერიალურზე მიდიან ხოლმე რა და ეს მატერიალსაც რო ისრულებენ ხოლმე მანიფესტაციის დროს მაინც სიცარიელის და მაინც ფრუსტრაციის განცდა არის, იმიტომ რომ კი მატერიალური სურვილები ძალიან კარგია, ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ მდგომარეობებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი რა განცდაში, რა მდგომარეობაში მინდა ვიყო? მინდა ვიყო თვითკმარი, მინდა ვიყო სიუხვის მდგომარეობაში. ემოცია უნდა დამანიფესტირო უფრო ვიდრე ემოცია არა, აი მდგომარეობა. ხო, აი შინაგანი მდგომარეობა რა. მდგომარეობა, ხო, ანუ აი სტაბილურობაც, სიმშვიდეც, აი ბალანსში რო ხარ, აი ამ მდგომარეობაში რო ხარ. და მერე თუნდაც ამ ჟურნალინგის დროს ასევე შეგიძლია გამოარკვიო, რომ ის სურვილები, რაც გინდა რომ მომავალში გქონდეს, თითოეულ მათგანს რა მდგომარეობა მოაქვს შენთვის. და მანდ ისე იცხრილება პროცესი, რომ შეიძლება აღმოაჩინო, რომ აი მანდ-ამაინც ეს ახალი ტელეფონი რო გინდა, არაფერი მდგომარეობა არ მოაქვს, რა, უბრალოდ just გინდა. და აი გულის სურვილებთან რო კავშირდები და აი ამასთან რო შედიხარ და მერე ეს შენი ის მდგომარეობები შენს ახლანდელ რეალობაში რომ მოგაგ და ყოველდღიურად აი ძალიან პატარ-პატარა დეტალებით რო აცოცხლებ იმ მდგომარეობებს რა, აი მაგალითად, რავი, ჩემთვის სიამოვნება არის დილას რომ მარტო ვსვავ ყავას და აი მთელი შეგრძნებით შევიგრძნობ და ჩემთვის ასევე სიამოვნება იქნება რაღაცა ის კონკრეტული სრული, რომელიც ამისრულდება. მაგრამ რადგანაც ის მომავლის სრული ჯერ არ მაქვს, ჯერ ამ სიამოვნების მდგომარეობა სიტყვაზე ყავის დალევის პროცესს იმ ამაში ჩავდებ იმ ენერგიას, რომ ამ ყველაფერმა იმასთან უნდა მიმიყვანოს. რა, ანუ ყოველდღიურობაში შევდივარ იმ მდგომარეობაში, რაც მინდა რომ მომავალში ეს ყველაფერი მთლიანობაში იყოს. და აი ეს არის ყოველდღიურობის მანიფესტაცია. ეს არის დამხმარე ელემენტები, დაწერა, ფურცელზე დაწერა, რაღაცა, არ ვიცი, დაფნის ფოთოლზე დაწერა, ესეთი რიტუალი, ისეთი რიტუალი, სასემთვარეზე რიტუალი, ხო? ეს არის რაც დამატებითი კომპონენტები. შენ თუ შენს ყოველდღიურობაში ცხოვრობ შენი სასურველი მომავლის მდგომარეობით, განცდებით და ამას 5-ვე შეგრძნებით შეიგრძნობ. აი კვანტური ნახტომს რო ეძახიან, quantum leaps რო ეძახიან, ხო? აი თვალის დახამხამებაში გადახვალ. უბრალოდ უნდა იცოდე რა არის ეს მდგომარეობა, როგორ გამოიყურება და რამ შეიძლება ეს ყველაფერი მოგიტანოს. და ეს რამ შეიძლება ეს ყველაფერი მოგიტანოს, ძალიან კარგია რომ მაინც გამოკვეთილად და მკაფიოდ იცოდე თუ ისეთი განსაკუთრებული გულის სურვილები გაქვს. და აქაც კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ადამიანებს გვიყვარს ჩარჩოში მოქცევა ჩვენი სურვილების და ჩვენი, არ ვიცი, ჩვენს ოცნებებსაც კი ჩარჩოში ვსვავთ რა. და რაც უფრო ამ ჩარჩოებიდან გამოარღვევ და რაც უფრო მისცემ შესაძლებლობას შენს სურვილებს, რომ კიდევ უფრო მასშტაბური, კიდევ უფრო დიდი გახდეს, კიდევ და კიდევ უფრო იზრდება ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს გვაქვს აი უნიკალური შესაძლებლობა, ყველანაირი პოტენციალი არის ჩვენში. უბრალოდ ზოგი არ არის ზედაპირზე ამოწეული, ზოგი ამ მომენტში არ გვჯერა, ზოგს სათანადოდ არ ვიყენებთ და უფრო ისეთ მნიშვნელოვან ენერგიას არ ვდებთ.
და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სურვილი, რაც გინდა, მართლა გულიდან მოდიოდეს და არა აი რაღაცა იმასაც აქ და მეც მინდა ეგ სურვილი. და გულის სურვილებს აუცილებლად მიყავ ხარ რეალობასთან. კაი, და ამას ყოველდღე ჭირდება გაკეთება მანიფესტაციას. იმისთვის რომ ჩვენ ხო ყველაფერი გვეჩქარება. მალე რომ მოხდეს. ხო და ნახე თუ რომელიმე სურვილზე ხარ ჩაციკლული. აი და ცოტა ობსესიაში გადადიხარ. მან უკვე ეგ სიგნალი ეგზავნება სამყაროს, რომ შენ უნდობლობაში ხარ, შენ არენდობი პროცესს, არენდობი საკუთარ თავს და მან როგორ რაღაცებს გიგზავნის ხოლმე, იცი? აი მირაჟივით, რომ აი მოვიდა, მაგრამ უკან მიდის, აი მოვიდა, მაგრამ უკან მიდის და შენ თავარია რომ ჩადო განზრახვა, იცხოვრო იმ შეგრძნებებით ყოველდღიურობაში და ეს რეალურად შენ ენერგეტიკულ ვიბრაციებსაც მაღლაწევს და რაც უფრო თანხვედრაში ხარ შენ სასურველ მომავალთან ენერგეტიკულად, კიდევ უფრო მარტივდება ეს პროცესი და რაღაცებს აქვს თავისი დრო. ანუ რეალურად რა, შენ კი შეიძლება დღეს გინდა, ან გუშინ გინდა, მაგრამ რაღაცებს უნდა აცადო რა, შეიძლება რაღაც გზა გაქვს გასავლელი, სანამ იქ მიხვალ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე და მეც დამმართნია, რომ აი ის მინდა და იმდენად მიზანზე ვარ და იმ მომავალზე ვარ კონცენტრირებული, ისე ჩამივლია ეს გზა, რომ გარშემო იმდენი საგანძური იყო, იმდენი შესაძლებლობა იყო და ვერ დავინახე. ამიტომ აი ეს გაცნობიერებული ცხოვრება, აწმყოში ცხოვრება, შეგრძნებებით ცხოვრება, ჯერ მარტო გეხმარება იმაში, რომ ისიამოვნო ყოველი დღით რა და არჩევანი გააკეთო, იმიტომ რომ ეხა მე ძალიან ზღაპრულად ვლაპარაკობ ამ ყველაფერს, მაგრამ რა თქმა უნდა დღის მანძილზე და ჩვენ ცხოვრება ისეთ რიტმში და ისეთ სიტუაციაში და ისეთ ქაოსში არის, რომ რა თქმა უნდა ეს ნეგატივი ჩემოდის, ცუდით ჩემოდის, უსამართლობად ჩემოდის და ასე შემდეგ. მაგრამ შენ აკეთებ არჩევანს, რომ ამ ყველაფერში დარჩე თუ გააგრძელო გზა იმ რაღაცა პოზიტივისკენ და იმ რაღაცა სინათლისკენ რა. იმიტომ რომ შენ რაში ცდებ შენს ენერგიას, რასაც აძლევ მნიშვნელობას, ის ენერგია და ის რეალობა ტრიალებს შენს გარშემო. თორე დღის მანძილზე მეც რა ვიცი, მეც მომდის რაღაცა გიჟური ცუდი ფიქრები, მაგრამ აი ეგ მაქვს დამუღამებული და ეგ მაქვს დაპრაქტიკებული საკუთარ თავთან, რომ უბრალოდ ვაცნობიერებ, რომ ეხლა ჩემში ეს არის შემოსული, მაგრამ მე თუ ამ ყველაფერს ჩავყვები, ანუ ისე რაღაც უფსკულში ჩამიყვანს. Вот მაგარჩევანს ვაკეთებ, რომ არა, მე ხა ამას არ ვირჩევ და ოკეი, გიღებ, მადლობა, მაგრამ next და ანუ ვაგრძელებ იმას რა. შენი აზრით, ანუ კარმა მართლა არსებობს? კარმის ესე ძალიან ფილოსოფიურად და ძალიან სიღრმისეულად გაშლა არ მიყვარს ზოგადად, იმიტომ რომ ბევრი წამიკითხავს კარმაზე და ანუ ნეგატიური უფრო პოზიტიური. ხო და არა, ანუ კარმა არის ჩემთვის რაღაცა არ ვიცი, ზოგადად არ არის, ანუ აი კარმაც ესე არის პოზიციონირებული, რომ აუცილებლად ნეგატიურია და არა, კარმა არის რაღაცა მდგომარეობა რა, რასაც შენ ქმნი რეალურად, ანუ აი როგორ თქვა, შენ ქმნი კარმას რეალურად რა, შენით იქმნება კარმა. ამიტომ როგორ თქვა, ძალიან ცოტა არ მინდა რომ იმ რაღაც ფილოსოფიაში და რომელიღაცა იმაში გადავიდე და ისე ავხსნა რა. ანუ ჩემთვის კარმა არის უბრალოდ ესეც რაღაც შექმნის პროცესი და ამ ყველაფერს ქმნის შენ. და ის რომ აი მაგალითად ცუდი რაღაცები ხდება შენ ცხოვრებაში, ხო? რაღაცისთვის ხდება რა, აი რაღაცისთვის ხდება. ანუ აი კარმა კიდე ცოტა სხვა რაღაცა არის რა. რაღაც შენი გზა არის, რომელსაც აი ამ პროცესში ქმნი რაღაცა, არ ვიცი რა. კარმა შეიძლება იყოს ადამიანი? კარმული ადამიანი? ხო, აი კარმული სიტუაციების და კარმული ადამიანის მჯერა კი. რომ რაღაცა გადაკვეთა გაქვთ, არ ვიცი, წინა ცხოვრებაში. ან მაგისიც გჯერა რეინკარნაციის? რეინკარნაციის ჯერა კი. იმიტომ რომ ჩემს ხელს ახსოვს ეგ ინფორმაციები. ოთხ მე ჰიპნოზი გამიკეთეს და მითხრას რომ ის ვიყავი, რა ქვია, ქალი ვიყავი, რომელიც კაცებს კლავდა. მე ჰიპნოზი მაგ გაკეთებული, სადაც მე ვნახე ძალიან ბევრი რაღაცა ასე რომ
ხო. აღარ ეგეც აი როგორ რაღაცა არის, იცი? რაც ესე მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, ძალიან რთულია, რომ ამაზე ესე დადასტურებულად რაღაცა მტკიცებებით ილაპარაკო, მაგრამ ჩემი გამოცდილება ესეთია, ჩემი აღქმა იმ მომენტში ესეთი იყო, არ ვიცი ხა ეს ჩემ ქვეცნობიერმა შექმნა, რაღაცა გონებამ შექმნა თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ სადღაც ვიყავი და სადღაც ვიმოგზაურე. რაღაცები დავხილე, რაღაცები წამოვიღე, რაღაცები გავუშვი რა. უბრალოდ აი ეს იქიდან გამომდინარე, რომ ამ სამყაროში ეს ინფორმაციული ველი არსებობს და ამ ინფორმაციული ველზე შეხება ყველა შეგვიძლია გქონდეს და ეს სხეულით ვიგრძნოთ ეს ყველაფერი. მე მგონია, რომ ხო, რაღაცა წინა გამოცდილებებით ადამიანები, რომ ხვდებით ერთმანეთს, რაღაცა სხეული რეაგირებს მაგაზე და გრძნობს რა. ოღონდ ეს კარმული ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ცუდი და ნეგატიური გამოცდილება უნდა იყოს რა, იმიტომ რომ კარმა ჩემთვის ნეგატივთან არ არის დაკავშირებული. კარმა არის რაღაცის, აი პროცესის შექმნა რა, აი ცხოვრებაში რომ რაღაცა იქმნება. ბედის გჯერა? როი ბედია იყო რა, ბედია რა. აი მე იცი რის იმჯერა, რომ ამ ცხოვრებაში რაღაც გზის გასავლელად მოვედი. აი რაღაცა გზა არის. ოღონდ ამ გზას. აი ხო, რაღაცებია შესასრულებელი თუ რაღაც რა. ოღონდ ამ გზას როგორ გავივლი, მართლა გავივლი თუ არა იმ გზას შევხვევ, მე ისე უკან დავბრუნდები, რაღაცა შემოვლითი გზით წავალ თუ რას ვიზავ. ეგ უკვე მგონია, რომ მე ვქმნი მაგ ყველაფერს რა. შენ ლაპარაკობ ახლა ჩემ შეჯიბრზე რვაში რომ აქ. გავივლი, ავიღებ იმ ნომერს. ავუვლი იმ დაბრკოლებას თუ შემოვუვლი, ხო? ეგ არის მართალი ხარ. ხო, იმიტომ რომ ვინც აი რაღაცებს აი ბედს აბრალებს, ხო, აი ამ ჩემი ბედის ბრალია თუ რაღაცა, ხო? ეგ ცოტა ჩემთვის აი ცოტა ზარმაცების. ხო, მსხვერპლის როლი მგონია ცოტა რა, აი მე ესეთი ვარ თუ რაღაცა რა. ამიტომ მგონია, რომ ანუ რა თქმა უნდა, იმ რაღაცას, რასაც არ ეშველება და რაც არ გამოსწორდება შენ რაღაც ცხოვრების გზაზე რაღაცას, რა თქმა უნდა, ეგ ოღონდ ეს ბედი, ჩემი ბედი იყო არა რა, უბრალოდ რავი მოხდა და რავი შეიძლება ხო, აი არ ვიცი რა, ან მოხდა, ან ბედს არ ვაბრალებ, რომ ეს ჩემი ბედი იყო თუ რაღაცა. ამიტომ მე უბრალოდ ის მჯერა, რომ ხო რაღაცა მისიით ვარ და ბოლომდე ეს ჩემი მისიის გზა არც მაქვს შეცნობილი და ბოლომდე რა არის ჩემი მისია, მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიურადაც ვიცი, ნუმეროლოგიურადაც ვიცი, ისეც ვიცი, ასეც ვიცი, მაინც აი ცოტა პროცესს უფრო მივყვები და პროცესს ვენდობი და ანუ რაღაცებს ვერ ვხვდები რა. მაგრამ შეგიძლია ცოტა გამოვხვია და უფრო განსხვავებული რაღაცები შექმნა რა. გზადაგზა. ადამიანებისთვის გააქვს რამ რჩევა, რასაც გვეტყვი, აი რაღაცა რამოდენიმე ისეთი რჩევა, რომელიც ხედავ უყურებ, რომ შეუძლია რომ ადამიანებმა აკეთონ იმისთვის, რომ მათი ყოველდღიურობა და ცხოვრება შეიცვალოს და არ აკეთებენ, იმიტომ რომ ან ცოდნა არ არის მაგისი, ან უბრალოდ ავიწყდებათ, ან რა რჩევასაც ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს უკვე ბოლო რამდენიმე წელია, ეგ რჩევა მექნება, რომ შენ აკეთებ არჩევანს და როგორი ცხოვრება გექნება, აი შენზე არის დამოკიდებული. იქ იმის ბრალია, იქ ამის ბრალია, იქ იმ ბავშვების ტრაუმის ბრალია, ანუ როგორც კი აი მაგ მდგომარეობაში შედიხარ, ხვდები რომ შენ ხარ ზრდასრული ადამიანი, ზრდასრული პიროვნება, რომელიც არის საკუთარი თავის მშობელიც, ბავშვიც, მეგობარიც, პარტნიორიც, დამხმარეც და ყველაფერი. ოღონდ ეს იმას არ გულისხმობს, რომ რაღაც მხარდაჭერა დახმარება, მიყრდნობა რო გჭირდება, ანუ სხვებს არ თხოვო, მაგრამ ის რომ აი რა ვქნა ესია და არ გამოდის, რა ვქნა ჩემი ბავშვობის ტრაუმის ბრალია და რა ვქნა, ანუ არა. თუ გინდა რომ შენ მიაღწიო შენ სასურველ რეალობაში იცხოვრო, აი
შენს სასურველ მდგომარეობაში იცხოვრო, აი даже საუკეთესოც არ ვამბობ, სასურველ მდგომარეობაში იცხოვრო, მაშინ შენ ხარ იმ ცხოვრებაზე, სანამ მიხვალ მანდ პასუხისმგებელი რა. ესეც საინტერესო მართლა. ესე ცოტა კითხვა, დამისვია ცოტა კითხვა, იმიტომ რომ ვთქვათ, აზრი არა აქვს რა, კითხავებში რამე და შენთან აი მართლა გეუბნები, აი ყველაზე საინტერესო წიგნს თუ არ კითხულობდი, ძალიან დიდი მადლობა. აი მართლა ეგ შეგრძნება მქონდა. მადლობა.